არ შეიძლება პირიქით უნდა დააკლონ. რას მიკეთებენ? საღეჭ რეზინა სიღეჭებიან და ზინავთ და ესა ერთობიან იქა და მე ხულიგნები ერთმანეთს სცემენ რა. ეგენი სულ გამოსარეკებები არიან საერთოდ. რა უნდა რის პარლამენტი რა უნდა მოემატოთ რა. რასაც აძლევენ ისიც არ უნდა მისცენ საერთოდ. რაზე აძლევენ? რას მიკეთებენ? აი ხალხისთვის, ერისთვის, ბერისთვის რას აკეთებენ? ერთმანეთს ხულიგნები რა, მაგას ქუჩის აი ეს რასაც ვლაპარაკობ გადაეცით. ხულიგნები არიან რა. მაგათგან ან ბავშვმა ან დიდმა ან პატარამ რა უნდა ისწავლოს მაგათგან რა. ხულიგნები, ბოდიში მოვთხა, ნირია ხა ხულიგნების არ აკეთებენ ქუჩაში, რასაც ეგენი აკეთებენ რა. სამარცხვინოები რა, სამარცხვინო საქმეებს აკეთებენ. აბა ეს საქმეა, რა უნდა მოუმატონ? რაც აქვთ ისა გაუნახევრონ, დაჟე კი არ გაუნახევრონ. ესე იგი 300-400 ლარები მისცენ და დამთავრდა. მეტი არაფერი. რა ვიცი, აბა თქვენ ფიქრობთ რომ მისაღებია? კიდე უნდათ მომატება? ვისაც უნდა მოემატოს ჯობია მოემატოს პედაგოგს, მედიცინის მუშაკებს და სხვა სფეროში მომუშავეს. მე მგონი ეყოთ უკვე საკმარისია, რაც მოემატათ და რასაც შეულობენ. რა უნდა მოემატოთ, მომატებული არა. ძალიან წინააღმდეგი ვარ. ისე ჯობია მოუმატონ სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს და ასე შემდეგ, ვისაც უჭერს. მაგათ არაფერი არ უჭერთ. ხელფასი თუ თვითონ უნდა მოიმატონ, პენსიონერებსაც უნდა მოუმატონ და მუშახელსაც უნდა მოუმატონ. თუ თავიანთვის არის ეგ მითითებული, რომ უნდა ხელფასები მოემატოთ, მაშინ სხვა პიროვნებებსაც უნდა მოემატოს. პარლამენტარების არა აკლია? ეგრეა? არ ვიცი. ჯერ ჩვეულებრივ ვიც მუშაობ იმ ხალხმა მომატა. ამ ხელა გაფიცვა აქვს იმას ხელფასის გულისხმობ ხო აქვს გაფიცვა.